მოგესალმებით, ეს არის გამატრენერის პროგნოზები, რეალური პროგნოზები, სანამ ოფიციალური გამა დადებს ლიდერბეთულ პროგნოზებს, ჩვენ ვაკეთებთ რეალურ პროგნოზებს და განვიხილავთ რა და როგორ მოხდება გამას ამ ივენტზე. ესე იგი, პირველი წყვილი ნიკა გელაშვილი, გიორგი გეგეჩკოვი. სამწუხაროდ ამ ბიჭებზე არაფერი არ ვიცი, თან ეს არის დებიუტი, ამიტომ ორივე წარმატებას უსურვებ და გადავდივართ შემდეგზე. მასაშე შემდეგი წყვილი არის ნიკა იუდოვი, გიგი ბერიძე. ბიჭო, ვესუნთქავ ამაში შეჭო. ხო და ნიკა იუდოვის ჩხუბები ვიცით, კარგად ჩხუბობს. ბერიძეს კიდე სპარინგი მაქვს ნანახი, კარგად სპარინგობს, მაგრამ ასე მგონია, რომ იუდოვი გამოცდილების ხარჯზე თუ კარგად მოიქნია ხელები, ალბათ მოიგებს. შემდეგი ბრძოლა არის ლადო ვანიშვილი, საბა ბუცხრიკიძე. ხო, ბუცხრიკიძე, ხო? ხო. ლადო ვანიშვილი ჩემი სასწრით ეს უნდა მოიგოს, იმიტომ რომ პროგრესია აქვს საკაიფო, ბაბუსთან 4 რაუნდი იჩხუბა, ეგ უკვე მოგებაა ჩემი აზრით ვანიშვილისთვის, ამიტომაც საბას დაამარცხებს. შემდეგი არის ნიკა ბერსეგიანი, დავით მუშკუდიანი. მუშკუდიანის დებიუტია. არ ვიცით როგორ ჩხუბობს, მაგრამ ბერსეგიანმა თუ იჩხუბა ისე როგორც იანქოშვილთან, ეს უნდა მოიგოს. არ ვიცი, ვერ ვიტყვი, ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი ის კაცი როგორ ჩხუბობს. შემდეგი არის გიორგი თადიკაშვილი, პუშკინა, სისხლიანი პუშკინა და ტონი აბციაური. პუშკინას რაც შეეხება, ალბათ დანებებას აღარ აპირებს, წასვლა უნდა წინ, მოგებები უნდა, მაგრამ აბციაური არის რაღაცა, რავი, მე აბციაური მგონია სერიოზული მოჩხუბარეა, ჩემი აზრით, ასე რომ პუშკინა ძალიან გაუჭირდება, მოგება თუ უნდა არ უნდა დანებდეს პირველ რიგში და მიაწვეს ბოლომდე, მაგრამ პუშკინამ არ მიწყინოს, მაგრამ ჩემის აზრით აბციაური მოიგებს. ასეთია პროგნოზი. პუშკინ არ გეწყინოს, არაფერი პირადად. შემდეგი არის 93 კილოში გიორგი კვირიკაშვილი და ნიკა ბოკელავაძე. გიორგი კვირიკაშვილის სპარინგი მაქვს მარტო ნანახი, დებიუტი აქვს ახლა გამაში და ბოკელავაძე, რა ვიცი. როგორ ვთქვა? ყველა შანსი აქვს იმისთვის, რომ მოიგოს, ანუ დუხი აქვს, ჟილკა აქვს, ძლიერია, ფიზიკურად ძლიერია, აგერ ქიმაძეს გამოიწვია, სლავიკა გამოიწვია, სლავა მარგიშვილი გამოიწვია, ბრილიანტი. და რავი, ყველას იწვევდა იქ რა, ანუ დუხი აქვს, დუხის ხარჯზე შეიძლება დაამახწო, მაგრამ კვირიკაშვილი არის ვარჯიშობს ლევან გუდიან ციკლაურთან და ციკლაურთან რო ვარჯიშობ უკვე პაშტი მოგებული, უკვე თითქმის მოგებული გაქვს, უკვე იმიტომ რომ ყველა ვიცით ხა გუდიანი რას წარმოადგენს. ასე რომ, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ჟილკის ხარჯზე და ესეთი ფიზიკურად ძლიერი და მონდომებული რო არის ბოკელავაძე, ალბათ უფრო ბოკელავაძე მოიგებს, ჩემი აზრი ეგეთია. შემდეგი ყავს ლუკა კახიშვილი, პიტბული, ყველასთვის ნაცნობი, ალექს ჯერვალიძე. ჯერვალიძეს უნდა ეჩხუბა ლომკაცასთან და ლომკაცა ჩაანაცვლა პიტბულმა. ლომკაცას ასეთი ინფორმაციით, ოფიციალური ინფორმაციით ტრავმა იკიდა ლომკაცამ და იმდროც შეეხნა. ჩვენ კიდე ორი ინფორმაცია გვაქვს რა მოგვაწოდეს, რომ ერთი არის რომ ქრთამი გადაუხადეს ლომკაცას
200 ლარი და ხელი გადაიხვიეო პროსტო და წადი აქედანო. ის 200 ლარი ეყოფა ალბათ დასალევად. ერთი თვე რომ დალიოს. მეორე კიდე ცემეს და სპეციალურად ცემეს რომ ჩახსნილიყო ბრძოლიდან. არის რომელია სიმართლე, შეიძლება არც ერთი არა სიმართლე, მაგრამ ეგეთი ისა გვაქვს. რაც შეეხება შედეგს, ჩემი აზრით პიტბული მაინც მოიგებს. რავი. ხო, ნუ მოვიდა რამდენი ხნის წასული იყო მოვიდა და ჩემი აზრით ხოძე იქნება ეხა მონდომებული და ალბათ მოუგებს ჯერვალიძეს. გიორგი ქიმაძე, ირაკლი ფიფია. ფიფიას ჩხუბი არ ვიცი, აზზე არა ვარ. ქიმაძეს სჭირდება ეს მოგება. ქიმაძემ უეჭველი უნდა მოიგოს ეს ბრძოლა. აქ უკვე წასვლა მოსვლაზე არავინ აღარ ბაზრობს. უნდა მოიგოს, იმიტომ რომ დაიბრუნოს იმ ხალხის თვალწინ რეპუტაცია, ვისაც ეგონა რომ როინიშვილთან მოიგებდა ორივეჯერ და ნუ ვერ მოიგო, მაგრამ აი ეს ბრძოლა უეჭველი უნდა მოიგოს. მე ქიმაძეს მაგივრად დავრჩებოდი ბოლომდე რინგზე და შევწირავდი მთელ ჩემ ჯანმრთელობას, ენერგიას და ყველაფერს, ოღონდ რომ მომეგო. ამიტომაც მგონია რომ ქიმაძე ზუსტად იგივე სიზავს და წაგებული არ გამოვა იქიდან. ამიტომაც მე ვფიქრობ რომ ეს ბრძოლა ქიმაძესია. შემდეგი ბრძოლა არის გელა თეგაშვილი, ნიკა კალანდაძე. 5 რაუნდიანი იქნება, შეთანხმდნენ ესე ბიჭები. ამ ბრძოლაში მოიგებს ნიკა კალანდაძე. რაც შეეხება გრან-პრის, ზურა უშიშარი მარგიშვილი გაცივდა. ასეთი ინფორმაცია გვაქვს მაესტრომ შიშარა ბოჩელეიშვილისგან. და ავტომატურად ჩაეხსნა ბრძოლას ასე რომ იოსელიანი პირდაპირ გადადის მელიქიანის გალიაში. და მაგარი ბრძოლა იქნება, ნუ მაგაზე მე ვიბაზრებ. ეს ჩხუბი ჩაიშალა სამწუხაროდ. ასე მოხდა. გაცივდა რა ვქნა. და რაც შეეხება საჩემპიონო ბრძოლას, ნიკა ჩიტიშვილი ნიკა ბურნუჩიანის წინააღმდეგ. ესე იგი, რა ხდება, აქ ცოტა რთულადაა საქმე. ჩემი აზრით, ნიკა ჩიტიშვილს მეტი ტექნიკა აქვს. ჩემი აზრით, ნუ ზოგი ამბობს, არა, იმას უფრო მეტი, მე ესე ვფიქრობ. რასაც ხედავ იმას. მაგრამ ბურნუჩიანი ფიზიკურად უფრო ძლიერია. კაი ჩხუბი იქნება, რაც თავარია. ასე მგონია კი არა და ვიცი რომ კაი ჩხუბი იქნება და ჩემი აზრით მაინც ბურნუჩიანი მოიგებს. ნუ ჩემი აზრით ესე ჩიტიშვილს კი აქვს კაი ტექნიკა, მაგრამ ბურნუჩიანი რაღაცა რავი ბურნუჩიანი ალბათ მოიგებს რა. ესე ვფიქრობ. მასაშე მებრძოლებს მივმართავ, მებრძოლებო არავის არ გეწყინოთ. ყველას პატივს გცემთ, ყველა მებრძოლს გამოიქნება თუ რა იქნება, ყველა მებრძოლს ვცემ პატივს. და ეს პროგნოზები ჩემი აზრია უბრალოდ. შეიძლება ვცდები, შეიძლება არ ვცდები, მაგრამ ეს არ არის დაგეგმილი პროგნოზი, როგორც გეგმავენ ხოლმე. ეს არის უბრალოდ ჩემი პატარა აზრი. ვიზეც თქვი რომ დამარცხდება, არ გეწყინოთ მართლა, იმიტომ რომ საწყენად არ მითქვი. ეს ჩემი აზრია უბრალოდ. ყველას აქვს ხო თავისი აზრი. შემდეგში შეიძლება თქვენზე ვთქვა რომ მოიგებსო. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენთან იყო ნინძა გამა ტრენერი, მომავალ შეხვედრამდე.